იმედისილა დაბრუნდა პირდაპირ ეთერში მე მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ რატომ არის ესეთი ლამაზი გარემო დღეს ჩვენ სტუდიაში შექმნილი თუ თქვენი დღეც საჩუქრით მოლოცვით სიყვარულის ახსნით დაიწყება ძალიან არ გაგიკვირდათ იმიტომ რომ საქართველოში უკვე მე-14 წელია რაც სიყვარულის დღეს აღნიშნავთ ბევრისთვის ცნობილია ამ დღის შესახებ ბევრისთვის დღემდე გაუგებარია რატომ მაინც და მაინც 15 რიცხვი გაზაფხულის შუათვის შუა რიცხვი მაგრამ ფაქტია რომ ეს ტრადიცია უკვე მრავალი წელია არსებობს და ზუსტად ამიტომ ვესო ჩუბინიძე მოვიწვიოთ ჩვენს გადაცემაში სტუმრად რომ გავიგოთ რა გახდა საერთოდ ამ იდეის საფუძვლის ჩაყრის მიზეზი. ჯერ გამარჯობა. დილან შვიდობ. ესე იგი მე ხართ ყველაფრის ინიციატორი. ხო, მე რა როგორ შურს ახლა დარწმუნებული ვარ მთელ საქართველოს ჩემი ყვავილებში ხო ვზივარ მე 4 ცოცხალი ყვავილი აქედან და იქიდან და კიდე ერთი ყვავილი შემოვა მე აქეთ. მე მგონი გასაგებია უკვე რადგან არის ეს ადამიანი ინიციატორი ამ დღის. ბატონებესო. მოდიში პირველ ჩასწორებას გავაკეთებ მე 14 წელი არა 22 წელი. უი, გაცილებით უფრო მეტია ჩემი შეცდომა, კიდედაც მე დიდი ბოდიში. 22 წელი. 22 წელი საკმაოდ იმაზე მეტი ვიდრე 1994 წლის 15 აპრილს რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში, მაშინ მთავრობასთან ერთად მოხდა ძალიან დიდი პრეზენტაცია ღონისძიებისა, რომელსაც ჩვენ სახელად უწოდეთ ქართველობა გილოცავთ სიყვარულის დღეს. მე და ჩემო საორგანიზაციო კომიტეტმა რომელიც შედგებოდა დაახლოებით 12 კაცისგან მაშინ მთელი იდეა საიდან გაჩნდა იდეა საიდან გაჩნდა მაგის მიზეზი შემოვა ეხა აქ და მაგის ისტორიის მიზეზი თუმცა კონკრეტულად თარიღის მიხედვით არ შეჭრა აი გეტყვით ეს იყო როგორც ეხა მე მოვდიოდი და ჩვენს მეგობრებს უსმენდი რადიო იმედში ძალიან მაგარი გადაცემა აქვს დილის ეთერს ყოველთვის უსმენ ხოლმე მანქანაში ეს კომფორტულია და თემა აქვს ესეთი რა 22 წელი გავიდა და მაინც ეს თემა ტრიალებს რა რატომ გვაქვს რატომ ვართ ქართველები ესეთი ყველაფრის მიმართ ნეგატიურები ყველაფრის მიმართ უკმაყოფილოები ყველაფრის მოკლედ აფერი არ გვევასება რა ამ ქართველებს და ეს თემა აქვს დღეს რადიო იმედის თუგან შეამოწმეთ აი გადართეთ ახლა ვინც მანქანებში ხართ და მოусმინეთ და ხალხი რეკავს იქ და რასამ იცით რატომ სიყვარული გვაკლია იცით რატომ ერთმანეთს ვეღარ ვიტანთ იცით რატომ და მე უსმენ და ფიქრობდი ამის ზედავტი 22 წელს უკანაც ასე ფიქრობდი 22 წელი გავიდა და იგივე პრობლემა დგას ანუ რა პრობლემა იდგა ის პრობლემა რაც დღეს გვაქვს თურმე კიდე აკლია საგადოება სიყვარული დეფიციტი პოზიტივის სიყვარულის და ის თუ რატომ და როგორ მოხდა ეს ყველაფერი ვინ 17 წლის ვიღაც ლაწირაკი გამოვიდა და აუ ერო და ბერო თქვენ 17 წლის იყავით კი ეხლა ვარ 51-ის ოცნების ასაკში ვარ და იქნება მეც ამიხდება. ხო და ნუ აი რატომ მოხდა, როგორ მოხდა, გამოვედით და გამოვაცხადეთ ხალხში. მაშინ გამოდიოდა თქვენ არ გემახსოვრება ძალიან პატარები ხართ, მაქსიმუმ ხაგაგა 20 წლის იყო თქოს უყველა. და გამოვიდა გაზეთი 19 ბოდიში, მაპატიეთ ერთ წელი მოგიმატეთ. გამოდიოდა პირველი ქართული დამოუკიდებელი საქართველოს პირველი დამოუკიდებელი გაზეთი ახალგაზრდული კოქტეილი და იმის საშუალებით მოუწოდეთ 93-ს, ანუ ქართველებო ერო იცით რაღაც ეგეთი იდეა მაქვს მე ვესო ჩუბინიძეს რომ დავაწესოთ სიყვარულის დღე. კი, მაშინ მქონდა რაღაც გაგონილი მქონდა რა ქვია იმას ვალენტი ხო 14 თებერვალზე რაღაცა გაგონილი მქონდა რა და არ მოგწონდათ და იმიტომ თქვენ მაშინ არა მაშინ რა უნდა მომწონებოდა ის არ ვიცი საერთოდ ვინ იყო ეს ვალენტინა ისიც არ ვიცოდი და ამიტომ შესაძლოა არ ვიცოდი რა უნდა მომწონდა მაგრამ ხო შემთხვევაში ქართული სიყვარულის დღე დააწესეთ მე ვარ ფსიქოლოგიურად გადახრილი პატრიოტი გესმის აი იცით რადგან ქართული სიყვარულის დღე ასე დაისვაკეთ აი ქართული სიყვარული როგორია განსხვავდება ყველაზე რა თქმა აბარა აი რითი განსხვავდება ყველაფრით ეხა მოდი შევთანხმდეთ ერთ სამწუხაროდ მიწევს იმის თქმა რომ ეს 22 წელი გავიდა და ეხა მიწევს სამის თქმა რომ საუბარია ქალის და კაცის სიყვარულზე ღმერთო მაპატია რომ 22 წლის შემდეგ ამის დაფიქსირება მიწევს ხო უკვე სხვა შორის კიდე დიდხანს მოგვიწევს ამის ან ქალის და კაცის ან კაცის და ქალის ქართველ ქალს და ქართველ კაცს ყველაზე მაგარი სიყვარული შეუძლია მაგარი როდის არის სიყვარული როცა ის არის ჯანმრთელი პირველი რას ნიშნავს ჯანმრთელი სიყვარული ნუ მკითხავთ იმიტომ ჯაჯაჯი შოუში არა ვართ ახლა და კიდე რა ვთქვი ჯანმრთელი და ერთგული ხო აი ეს შეუძლია ყველაზე მაგრად ქართველს ისტორიულად და თანამედროვე სიყვარული. ბატონებესო, რატომ მაინც და მაინც 15 აპრილი გაზაფხულის შუა რიცხვი. თქვენ კი ამბობთ რომ საზოგადოებას აკლია დღეს სიყვარული და ეს პრობლემა 22 წლის წინაც არსებობდა, მაგრამ არსებობენ ადამიანები საზოგადოების გარკვეული ნაწილი რომელიც ფიქრობს რომ ყოველი დღე არის სიყვარულის დღე და ცოტა არაორდინალური შეფასებებით არსებობს ამ დღის მიმართ. ხო, აი ასეთ ადამიანებს რა ასეთ აი ასეთ ადამიანებს ხა გამოკითხვა გაქვთ თქვენ ძალიან
მაგარი ინტერაქტივი დილით ყავას რო ვსვავდი, უყურებდი და ხა ფიქრობდი რომელზე დავრეკე მესამეზე. პასუხი რომელიც გქონდა რას საჭირო ეს მოგონილი დღესასწაული. აი დავრეკე მაგაზე, იმიტომ რომ მეც ქართველი ვარ და მაგაზე დავრეკე. შესაბამისად აი პასუხი რას საჭირო მოგონილი დღეს. თუმცა ნუ ხართ ესე განწყობილი, იმიტომ რომ დიდი ნაწილი რეკავს რომ სიყვარულის დღე და ბევრი ხუმრობ ხა თქვენთანაც ხვდები ვიღიმი და ხუმრობ, იმიტომ რომ იცი როგორ მომენტი ამდენი ყვავილები როა, ყველაზე დიდ მადლობას ვინ მიხდის ხოლმე, იცი? ყვავილების გამყიდველი. მართლა. გადაგეცები, იმიტომ რომ დღეს განსაკუთრებული იყიდება. და რაცაც ეგენი მლოცავენ, ის მომივიდეს სულ. რატო 15 აპრილი ხა იმას გეტყვი. დავიწყე წეგან 22 წელს უკან ვთქვით, აი კოქტეილში დავბეჭდით, რომ ქართველები მოდი რაღაც ჩვენი გავაკეთოთ. მოიგონეთ დღე, არჩევანის საშუალებას გაძლევთ. უთხარი ეს ხალხს, შეუულებრივად დავწერეთ გაზეთში. მაშინ გაზეთ კოქტეილში რამის დაწირა იგივე იყო, ეხლა იმედის დილის ეთერი და რომ მოუწოდო ადამიანებს. და გამოხმაურება რა სახით რა ფორმით? არ ვიცი, დაახლოებით თავი 10000 წერილი, მოსვლები რედაქციაში, ლაღიძის ნომერში ქონა მაშინ რედაქციაში და ყველა დღეს ამბობდნენ პირველი მარტიდან დაწყებული 31 მაისით დამთავრდა. ამ დროს ხართ 17 წლის ვარ, კი, მაგარი შეყვარებული, იმ ადამიანზე, რომელიც მაშინ ჩემი შეყვარებული იყო და დღეს სოლია და 22 წელი ერთი და იგივე ცოლი მყავს და კიდე ერთი 122 ასე ვაპირებ. და შესაბამისად წამოვიდა დღეები, ყველა იყო გაზაფხულის. პირველი მარტივისა და ყველა რაღაც განმარტება ქონდა და მოვიდა ერთი ადამიანი სხვაშორის თქვენი კოლეგა, თქვენი რა, ჩვენი კოლეგა ბატონი გიგა მახვილაძე, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, მე დარწმუნებული ვარ აი ძველი თაობის ადამიანები იცნობენ ადამიანს და მანაც შემოგთავაზა ძალიან შეყვარებული ადამიანი იყო თავის დროზე, ეწერა 15 აპრილი და განმარტებები. რატო ბატონო გიგო საერთოდ არ იცოდა იმან რომ ამ იდეის ავტორი ვიღაც ლაწირაკი 17 წლის ომიდან ახალი ჩამოსული წვერებიანი ტიპი დაბადებული იყო ამ დღეს. ანუ თქვენ დაბადების ხო, და ამთხვია ჩემ და საერთოდ არ მიცნობდა ისე და მე კიდევ ერთხელ ვუხდი ხოლმე ერთმა და რა ახსნა ქონდა რატომ ეს? აი გაზაფხულია, გაზაფხულის ცენტრი რა არის ხალხო? რა არის დაფერ 5 აპრილის ცენტრი რა არის 15 და მე ფიზიკაში არის ერთი ძალიან მაგარი კანონი, ცენტრირების კანონი ქვია ამ ყველაფერს. აი დაუყურე, ეს ხო არის ოთხკუთხედი რაღაც დაფა ცენტრში მიწერავს, ეს ხედა? ინგრევა, ვარდება? აი გავწიე გვერდით, ჩამოვარ და დაიმტვა. სიყვარული რა უნდა იყოს? ძლიერი და მყარი და წონასწორობა. ის როცა ცენტრირებული იქნება, ის იქნება ყოველთვის მყარი და ძლიერი. აი როგორი დაბადების მეც მაგ დაბადების დღე ვანო მერაბიშვილსაც, არა პუგაჩოვასაც, იმას რა ქვია, ლეონარდო და ვინცაც. საინტერესო აპრილს დაბადების დღე ჩვენ სტუდიაში ერთი იუბილარია და გილოც. გილოცავთ. ვინ? თქვენ? მე. და ახლა გითხარით, რას უწვავნიშნავთ? სიყვარულის დღეს თუ საკუთარ დაბადების დღეს? 22 წელი არ მახსოვს ჩემი დაბადების დღე, მე მეორე არ გახსენებთ ხოლმე? ეს სხვა თემა. ეს შიდა სამზარეულოა უკვე და ამას ცოტა გვიან ფარულ კადრებსაც მოგიტანთ კიდე როგორ მოცავს მეუღლე დაბადების დღეს. არა, ეს ბევრისგან განსხვავებით სასიამოვნო საყურებელი ყვავილების საჭიროები და ასე რაღაცა. ხო, ბირიული გადახვევა იყო. და რაც შეეხება ზოგადად აი დაილოცოს სუპერბერგი, რაც მაგან მოიგონა ეს Facebook-ი, იმის შემდეგ ჭყალებში დაილოცოს, იმიტომ რომ ცოტა უხერხული ხალხი ერთმანეთს აღარ ცურეკავს. ხო მოგილოცე ბიჭო Facebook-ზე იქ რაღაც შამპანიურები დაგიდე ის რაღაც მარტო მე კი არა, ნუ დარწმუნებული სამწუხაროდ ყველას ასება. თუმცა კომუნიკაციის ძალიან კარგი საშუალებაც არის ერთგვარად. მე Facebook-ში მუშაობ და მაგით ვარსებობ თუ ვარსებობ. მოდი მაშინ ამ დღის მიზეს დაუძახოთ. შემოვიყვანოთ ჩვენ სტუდიაში. ოღონდ ეს ყველაფერი იქნება რეკლამის შემდეგ სულ რაღაც რამოდენიმე წუთში და გავიგებთ რატომ 15 აპრილი და ვინ იყო ის ადამიანი რომლის გამო რატომ ეს გავიგეთ. დღევანდელი დღე. კარგი, დროებით. რა დღეა 15 აპრილი თუ იცით? არ მახსოვს. სიყვარულის დღეა. არ ვიცი მაგრამ რა არის. არ ვიცი. სიყვარულის დღეო თუ რაღაცაა. სიყვარულის დღეა. 15 აპრილს არ ვიცი. 15 აპრილს აღინიშნება სიყვარულის დღე. 15 აპრილი არის პარასკევი. ყველაზე მაგარი კაცი. იმიტომ რომ კითხვა. მიზეზი შემოგვიერთდა ამ ყველაფრის, ხო? ჩემგან მარცხნია. მაია. მოგესალმებით. ბესაჩუბინიძის მოგესალმებით. დიდი მადლობა რა. გაგიკვირდებათ და ჩუბინიძე. ჩუბინიძე. არა, ხათი შორის არ გაგვიკვირდა. მაია ადამიანი რომელიც მოდი ფრჩხილებში თუ ბჭყალებში ამბიცია აქვს, რომელსაც აქვს იმის ამბიცია რომ დააწესოს სიყვარულის დღე, ალბათ განსაკუთრებულად კარგი შეყვარებულია. და ესმის სიყვარულის მნიშვნელობა რაღაც გამორჩეულად. ხო, როგორია ბესაჩუბინიძე? როგორც შეყვარებული? როგორც შეყვარებული, ძალიან მკაცრი და ძალიან ერთგული.
კაციმკაცრეში რა იგულისხმება? აი ყველაფერი. აი რამე მართლაც არის მკაცრები მე პირიქით ძალიან შეყვარებული ადამიანი ცოტა ისეთი დამთმობი და ელმობიერი წარმომიდგენია და ის სიმკაცრე არა სხვადასხვა დამთმობი აბსოლუტურად არ არის არა საერთოდ არა პირიქით ძალიან ჯიუტია ქართლელია და ხასიათში არის კაცრაში გამოიხატება აი მაგალითად სახში კაცრი რაში აი მაგალითად დილას საუზმე არ დახვდა გაბრაზდება? აი მაგალითად საღამოს რომ მივალ სახში მეცდაღლილი მაია საჭმელი გავიზადე საროჭკა გამიუთოვე რაღაცა ის მოიტანე ჩაი დამისხე ხო სიმკაცრე კიდევ შეეფერება ხო ანუ კაცრი რაღაცა ისეთი უხეში ნათქვამია კაცრი თქმა მიყვარს ხოლმე ცოტა უხეში არის უყვარს როცა უვლიან მოდი ასე თქვა უყვარს კომფორტი და მე როული კაია 20 წლის გოგოსავით რო გამოიყურება ხო ნამდვილად და აი მე ზაიმნა უკვე მე მეც იგივეს მოვიხთხო მე სამაგერად როგორ ხო აი ზუსტად ამის თქმა მინდოდა ამ ყველაფერს შენ სიხარულით ალბათ ასრულებ მის სურვილებს ასე ვთქვათ მოთხოვნას არ დავარქმევდი იმიტომ რომ სამაგეროდ იღებ ძალიან დიდ სიყვარულს მისგან ხო აუცილებლად სხვანაირად შეუძლებელია ფაქტიურად ერთადერთი ადამიანი ხარ საქართველოში ვისთვისაც სიყვარულის დღე არის მიძღვნილი თან უკვე 22 წელი ამას აღნიშნავენ და სამწუხაროდ არავინ არ იცოდა აქამდე მიზეზი რა იყო თუმცა ახლა ყველა კარგად გაგიცნობს და ძალიან ბედნიერი ქალი ხარ შეიძლება ითქვას მადლობა დიდი მადლობა ნამდვილად შენს გამო მთელი საქართველო აღნიშნეთ ამ დღეს არა მარტო შენი ოჯახი მთელი საქართველო დაწყებული დამთავრებული ნუ რა ვიცი ახლა შენიერი შოუ გამოგდის აგერდილიდან მაგრამ ეხ ხუმრობა იქით იყო 22 წელი ხალხო მართლა ის ხო არ არის ცოტა ისტორია 22 წელს მე მგონი კიდევ ერთხელ მეორე საერთოდ ხარ არცეთი და აქედან გამომდინარე მე მაგარ პატივს წემ ისტორიას ახლა მართლა ისეთი მკაცრი და უხეში და ის კი არა არატოლერანტი და ჰომოფობი როგორც ზოგიერთ შოუში გამოვიყურები ძალიანაც მიყვარს ძალიანაც მომწონს მაგრამ უბრალოდ ყველაფერს უხდება ახლა სიმკაცრე ახსენა იმ ჭალებში ჩავსავდი მე ამ სიტყვას ყველაფერს უხდება სიმკაცრე და ჩარჩო იმიტომ რომ ჩარჩოს როცა არ გაცდები იქნება ყველაფერი კარგად აი ქართულ ოჯახში ჩარჩო რას ნიშნავს იცი ბიჭო მომაწოდეთ რამე ჩარჩო და ივან არა ფიზიკა ისე უნდა ახსნა როგორც ჩარჩო არის ჩაკეტილი ესეთ სისტემა აი კი გამოგვადგება აი ამ ჩარჩოს აი სხვა არის ჩარჩო თქო ნუ რაღაც აი ასე თქვას დავიჭიროთ ამის იქით უკვე არის რაღაც აი რაღაცა რაც ჩვენ არ ვიცით აი აქ რაც არის აი ეს უნდა ვიმყოფინოთ მეტი არ მოვინდომოთ და აი აქ რაც არის ეს ამოვწუროთ აი სიყვარულში ოჯახთან ასოცირდება არა მე მგონია რომ სიყვარული პირველ რიგში თავის უფლება და არა ზღვარ გადასული ვთქვათ ყველაფრის უფლება მესმის ხო მაგრამ აი ჩარჩო ჩარჩო ეხა შეიძლება როგორ არ ჩარჩო უხდება ყველაფერს თავისუფლებასაც სურათსაც და რა ვიცი მე ყველაფერს რა არ უნდა გააკეთოს ქალმა მოდი ასეთ რამეს კითხო ცუდი საჭმელი ეს არის პრობლემა არა ნუ ქართული კაცის ის სადგადის ახლა ხო იცით მაშინ რა არ უნდა გააკეთოს მამაკაცმა მოდი ალტერნატივა კი ბატონო რა ოჯახში ზოგადად სიყვარულში ურთიერთობებში კაცმა ხო არის რაღაც გაგება არ უნდა დაიღალოს ვი მამაკაცი არ ძალიან ორიგინალური მამაკაცი არ უნდა დაიღალოს ვიცი არ უნდა დაიღალოს ქაბატონი უნდა დაიღალოს არ უნდა დაიღალოს სხვა რამე გულს არ უნდა დაიღალოს სიყვარულის ახსნით მას უნდა ქონდეს მუდმივი ენერგია არ უნდა მოდურდეს შეიძლება როდესაც სახში მოდის და საჭმელი გამიკეთეს საროჭკა გამიოწოს ვიცი როგორი სიტუაცია ცალკე თემა სიყვარული და ცალკე თემა ოჯახური სიყვარული. ნუ ოჯახურ მოვალეობებს ვერ გავიქცევ. მოდი მაიასაც მინდა ვკითხო, ეს ჩაიჩას ამბავი ის ჩარჩო რომელსაც ახლა გვაქვს საუბარი. ხო არ ხარჯებობდეს, მაგრამ თან ლამაზი მოიტანა. ამაზე კიდე დაგეხმარო? გათხოვე? როგორ? აჰა. მაი ადექი? გადაგვიღეთ სურათი, აი ეს დავეტოვე იქ ადექი. აი ან დავიზდებით და ეს. ჩვენი ჩარჩო, ამაზე ჩარჩო რა გინდა ხა მითხარო? არა, ეს ლამაზად გამოიყურება. მე ის ჩარჩოც ლამაზად გამოიყურება. ჩარჩოზე აი რამდენად ლამაზად აი ეს ჩარჩო ძალიან ლამაზია მაგრამ რამდენად ლამაზად გაწვდით და თქვა ყოველთვის ბესო ამ ჩარჩოს ცდილობდა თუ არა რომ ეს ჩარჩო ყოფილიყო ლამაზი კი ცდილობდა და რაღაც წლები ეს ყველაფერი გამოცდილება ძალიან ბევრს ნიშნავს ანუ კი თავიდან რამე პროტესტი არ იყო ჩარჩოსთან კი რა თქმა უნდა იმიტომ რომ მე ძალიან პატარა ვიყავი ბესოც პატარა იყო და მე ვიყავი 16 წლის
16 წლის. თავიდან კი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ორივე პატარები ვიყავით, მაგრამ ვინაიდან 22 წელია უკვე ერთად ვართ, ესე იგი ეს ჩარჩო მომეწონა. ესე იგი მოვირგეთ ჩარჩო. მე მაინტერესებს თუ გახსოვთ პირველად როდესაც ეს სიყვარულის დღე დიდი კონცერტი იყო ხო თქვენთვის და ხო 94-ში აი თუ გახსოვთ თქვენი რეაქცია მაშინდელი განცდა ხო რომ გაიგეთ როდესაც სიყვარულის დღეს გიძღვნიან და 15 აპრილი იქნება სიყვარულის დღე თქვენი სიყვარულის დღე. ანუ მაშინ ვიყავით ძალიან პატარა და ეხლანდელი 16 წლისები ძალიან ბევრი იციან, მაშინდელი 16 წლისები ნამდვილად ბავშვები იყვნენ. და მართლა ვაიმე მეთქი რა გააკეთა ეს ბესომ ყველა რაღაც პარლამენტიდან იყვნენ წარმომადგენლები მოსული მართლა და აი ძალიან მიხაროდა და რაღაც აღფრთოვანებული ვიყავი რომ მეთქი ვაუ რა მაგარია ეს ადამიანი. ამ დღეს არის ასევე მისი დაბადების დღე ეს კითხვებასაც ჩვენ უკვე დავუსვით, მაგრამ საინტერესოა რა ხდება ხოლმე სახლში, როგორ ულოცავენ მისი მეგობრები, თქვენ როგორ ულოცავთ, ანუ პრიორიტეტულია უფრო მისი დაბადების დღე თუ ეს 15 აპრილი ეს დღე დაკავშირებულია სიყვარულთან მხოლოდ. იცით როგორ არის, ნუ ბესოს რეჟიმიდან გამომდინარე, ეს დღე დილიდან იწყება, ძალიან არის დატვირთული მთელი დღის მანძილზე და შეიძლება 16-ში აღნიშნოთ ბესოს დაბადების დღე, ესეც მომხდარა ხოლმე. ანუ სახლში ვერაფერს ვერ ვაკეთებ, ვერ ვასწრებ, არ ვცელია. რა სიურპრიზები აქვს ხოლმე ბესოს, მაშინ ეს გითხარი. ჩემის მხრიდან აი საჩუქრები, მაგათ წავიდეთ იქ, წავიდეთ აქ, წავიდეთ, რაღაცა გავერთოთ. ყველაზე მაგარია, იცი რა. ვიბოდიალოთ რაღაც ესე. ქალებს ძალიან მიყვარს ბოდი. და ეს კიდე დავლილი არის ხოლმე ერთობა. იქ როგორ უნდა აღნიშნავდნენ წყვილები, შეყვარებულები ამ დღეს 15 აპრილს, რომელიც უკვე ნუ ეროვნული დღე არის. კარგი, ახლა ხუმრობის გარეშე იცი რა არის? ყოველ დღე სიყვარულის უნდა იყოს. თქვენ 3 მარტი რო გაქვთ ქალბატონებს დედის დღე, კი არა 8 მარტია ქალთა დღე და დედის დღე. რატომ მე 4 მარტს რომ მიულოცო და ჩემს არა და 9 მარტს რომ მოგილოცოთ ქალთა დღე? თქვენ თქვით რომ სიყვარულის დღე მოდი. არა, სხვა რამეს ვამბობ. ანუ ყოველ დღე სიყვარულის უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ისე როგორც მარტო 1 ივნისი არ უნდა იყოს ბავშვთა დღე. მე ჩემ ბავშვი ისე მიყვარს 3 ივნისაც წავიყვან ზოპარკში. ანუ ეს ამ ყველაფერს აქვს სიმბოლური დატვირთვები. ქართველებს გვიყვარს ეს სიმბოლოები, ხო? მარტივი სიმბოლური დატვირთვა. თუ პოზიტიურს აკეთებ რაღაცას, მაშინ გააკეთე და მიეცი ხალხს და ხალხი ამას მიიღებს. თუ არ აკეთებ პოზიტივ არ მიიღებს. აი, ცხონებულმა ზუსტად გამსახურდია მადგა და მოიგონა 3 მარტი დაარსა დედის დღეთ. საჭირო იყო, მიიღო ხალხმა. სხვა საქმეა რატო რა მიზეზით და ვისი პროტესტით და კლარა ცეტკინის რაღაც პროტესტების გამო, მაგრამ ფაქტია რომ 3 მარტი ხალხმა გაითავისა და მიიღო როგორც დედის დღე. ვინმეს პრეტენზია გააქვთ, ეს ხო პოზიტიური დღეა, ეს ხო კარგი დღეა. ხო, თუმცა ხშირად მაინც გაისმის ხოლმე რაღაც ისეთი არაერთგვაროვანი. რაც მე არ მსმენია. ჩემზე უფრო გაისმის, იმიტომ რომ მე ჯერ ცოცხალი ვარ და ნუ ქართული პონტი არა, მოკვდა თუ არა ყველა მაცხონაო. ეგ ესე მე რომ მოვკვდები, რა მაგარი გახდება 15 აპრილი თქვენ ნახავთ. აი ჩაწერეთ, ახლა რომელი კამერა მიყურებს, სად არა, აი ეს ჩაიწერეთ. მე რომ მოვკვდები, ერთი 100 წლის მე ჯერ არ ვაპირებ, ამიტანეთ. დარწმუნებული ვარ, რომ 15 აპრილი გახდება უბრალოდ მაგარი კაცი ყოლია. ჯერ გრუზინული ჩაულებრივი ამბავი. და არის ეს თქვენი მიზანი საბოლოოდ? არაფერი, ჩემი მიზანი გაგეს აქ მიზის, ნახე. აქ მიზის ჩემი მიზანი და აქ იზრდება კიდე სანამ ჯანმრთელი ვიქნები. აქ რა, სახში. ჩარჩოში. ჩარჩოში, აბა შეხედე ხა, ამას ჩარჩოში ვარ ვინახავ და ესეთი იქნება? და ვალენტინობასთან დაკავშირებით როგორი დამოკიდებულება? კაცრად ნეგატიური. აი რატო? იმიტომ რომ სამწუხაროდ მე წაკითხული მაქვს Wikileaks-ზე თავის დროზე ამოჭრილი, ჩასმული და მე ამოჭრილი ვატიკანის გახსნილი არქივებიდან ამოღებული მასალები. და ჩემი პოზიცია იცის ხალხმა ამასთან დაკავშირებით და ეხლა გია რომეჯ და ჯაჯანიძე გვერდით მაშინ მე ხვდები დაახლოებით რა პოზიციაზეა საუბარი. კი, მაგრამ კაცრი პოზიცია მაქვს, იმიტომ რომ თან უკვე აღნიშნეთ რომ ძალიან პატრიოტი ადამიანი ხართ და რაღაცა ზედმეტად გიჟური პატრიოტი. ტრადიციების მიმართაც ალბათ განსაკუთრებული დამოკიდებულება. განსაკუთრებული, იმიტომ რომ მე 16 წელს ვიყავი, როცა სოხუმის ფრონტზე ვამოვდი და რუსთავის ბატალიონში ბრძოლობდი, პატარა ბიჭი ვიყავი და იქიდან მომყვება მე ეს ქართული პატრიოტიზმი, იმიტომ რომ მე ვიბრძოდი აბსოლუტურად სხვანაირი საქართველოს. თქვენნაირი საქართველოსის და არა ისეთი, რომ ქუჩაში გავიდი და კაცი ათქალია რო ვერ ხვდები. მაპატიეთ. ძალიან ლამაზი წყვილი ხართ. გემჩნევათ რომ ძალიან გიყვართ ერთმანეთი. ამის გარეშე არ შეიძლება ვერც ასეთ თარიღს დააწესებდით და ვერც ასე ისაუბრებდით ერთმანეთზე. მინდა რომ 100 წელი იყოთ ასეთი შეხმატკილებულები. თუ გინდათ ჩარჩოში ჩაისით თავები, თუ გინდათ არ ვიცი, სადაც გინდათ იქ უბრალოდ იყავით ბედნიერი და მე მომინდა რომ ერთი სიმღერა მოგიცხვნათ თქვენ. მელოდება. მელოდება და გადავინაცვლებ პატარა სცენისკენ. თუ შეიძლება. Band is the 5 და Monica.
რას მღერით? Killing me softly-ს. ბენდი მზად არის? ესე რეპეტიციის მოკვალი, გარეშე? თხილად ხო. მოკვალი. ჩვენ ხო ესე ექსპრომტად გვიყვარს მუშაობა. აბა გისმენთ. Strum my pain with this finger. I sing in my life with this word. Killing me softly with this song. Killing me softly with this song. Telling my whole life with this word. Killing me softly. With their song, I hear the sun echoes song. I hear the wiggle sound, and so I came to live and listen for a while. And when she was a young boy, stronger to my eye, strumming my pain with this finger, singing my life with this word, killing me softly with this song, killing me softly with this song, telling my whole life with this word, killing me softly with their song. Why? Killing me softly with their song. Strumming my pain with this finger, singing my life with this word, killing me softly with this song, killing me softly with this song, telling my whole life with this song, killing me softly with their დიდი მადლობა, დიდი მადლობა. ბესო, მიკითხა მღერის თუ არა ცოცხლათო და კითხო. ისე გამეხარდა, ისე. მე კი ვიცი, ახლა პირდაპირ აი საათებში ბენდი რო ცოცხლათო და რა მაგარი, მაგრები. აი რა მაგარი გადაცემა გვაქვს და რა კარგია იმედის დილა. ვიცი. ამიტომ გიყურებთ ყოველ დილით. ხო, მე ვიცი. დიდი მადლობა. რადიო ვერ მოვიტყვები ურა მანქანაში. მე ვუყურებ, აუცილებლად დილით რა ვდგები პირველი იმედის დილას ვრთავ. სანამ წავალ სამსახურში გეკითხა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. თქვენ მადლობა. და რეკლამის დაბადების დღეს და ხო, კიდევ ერთხელ გილოცავთ. გილოცავთ ყველაფერს პოზიტიურს და კარგს. გილოცავთ ახალ წელს. მოდი, მადლობა. ხუმარო ნოტაზე დავასრულოთ. დროებით ამშვიდობა ჩვენს ტელემაყურებელს.